არის 9 სასამართლო პროცესი. Გერჩამ კალენდარში მაქვს ჩანიშნული და აქედან ნაწილი ან დაკავებულ დემონსტრანტს უკავშირდება, ან დაკავებულ პოლიტიკოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაჩქარდა აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვა. ივლისში ფაქტობრივად ყველა დღე დაკავებულია. დღეში კი საშუალოდ 5 ან მეტი პროცესი ინიშნება. ჩვენი მოსაზრებით ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ 9 თვეში იქნა საქმე დასრულებული. ჩვენ ძალიან კარგად გვინდა განმარტოთ, რომ საქმის დასრულების საერთო ვადა არის 24 თვე და არა 9 თვე. უბრალოდ 9 თვე არის მაქსიმუმი პატიმრობის გამოყენების, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სურვილი, რომ 9 თვის შემდეგ ეს ადამიანები გამოუშვან გარეთ და მათ საკუთარი ფეხი იარონ სასამართლოში. ფიქრობენ, რომ ალბათ მერე უფრო პრობლემური იქნება მათი დაკავება. თუ კი ისინი დატოვებენ, უფრო სენსიტიური იქნება ალბათ ის კადრები, თუ მათ ისევ მოუწევთ ციხეში ყოფნა და ალბათ ამას გაურბიან. 50-მდე დაკავებულ დემონსტრანტს პატიმრობის 9 თვიანი ვადა აგვისტოში ან სექტემბერში ეწურება. ისინი გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს. ყველა პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2030 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.